სხეულსაც აქვს გარკვეული რესურსი, რომ მაგალითად თუ მე ბევრს ვტირი, სხეულებრივად შევიგრძნო ბოლომდე რაღაცა ტკივილს, მე თითქოს შვების განცდა მოდის და თავის რაღაცნაირად თავისუფლდები, ხო, აი ამ განცდას გრძნობ. და იმის დაშვებაც მნიშვნელოვანია, ხო, რომ ორივე შეიძლება ერთად იყოს, როგორც სევდა, ასევე სიხარული. და ეს მისაღებია, როგორც ტკივილი, ასევე შვება, ვიცით ჩვენ და ვაცნობიერებთ, ეს უკვე ცნობიერ დონეზე, რომ ჩვენ გვაქვს რესურსი იმისი, რაც არის რაციონალურ დონეზე, ნეოკორტექსის ტვინის დონეზე, ჩვენ გვაქვს რესურსი ავირჩიოთ, რა ჯობია ჩვენთვის. ეს უკვე მართლა იმის დახმარებით, რაც ვიცი იმის შესახებ, რომ დამოკიდებულებები ხა ჩვენ ემოციურ პლანზე ვისაუბრეთ უფრო, ხო? მარტო ეს კი არ განსაზღვრავს ნეიროფიზიოლოგიურ ჩვენს პროცესებს, ან ქცევას, არამედ ქცევის ცვლილებას განსაზღვრავს ხოლმე, ხო? პირიქითაც ხდება ჩვენს ემოციურ მდგომარეობას, მოქმედებს ჩვენს ნეიროფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე. ამიტომ თუ აქ უკვე მეხმარება რაციონალური აზროვნებაც, რომ მე ვიცი რა დამეხმარება და მე ვირჩევ იმას, რომ სადღაც რაღაცა დავინახო ის სინათლე, რაც არის ამავდროულად. ეს სამყარო ისიც არის, ისიც არის.